დილა მშვიდობისა, მოგესალმებით. კიდევ ერთხელ ზურა, გამარჯობა, კიდევ ერთხელ. ჩვენ როგორც უკვე გვითქვამს, თქვენთან შესახვედრად ხვდებით ერთმანეთს. სხვა საშუალება და დრო არ გვაქვს, იმდენი საქმეა ახლა ბაღში. მარტო თქვენთან გადაცემისთვის თუ შევიკრიბებით. ჩვენ გუშინ გაჩვენეთ მცენარეების გადარგვა და ასეთი მნიშვნელოვანი სამებაღე ოპერაცია, როგორიც მცენარეებისთვის მიწის შეცვლა და გადარგვა. ხმოიარე ლიმონები გაჩვენეთ, რომელსაც ახლა ვრგავთ, აი როგორ ასხია ახლა. შვენიერი მოსავალი გვაქვს წელს სათბურში, უფრო ადრე მწიფდება, რა თქმა უნდა, გარეთ უფრო ნაკლებად. მინიატურული ბროწეულების გადარგვის დროც ახლა, გვიმრების გადარგვის დროც ახლა, ოთახის მცენარეების, მონსტერების, ყველაფერს ახლა ვრგავთ ქოთნიდან ქოთანში, ვუცვლით ქოთანს და მიწას, იმისთვის რომ შემოდგომამდე გაძლიერდეს, მოასწროს საზამთრებამდე ფესვის გაძლიერება. ვინმე თუ გეტყვით რომ მცენარეებს არ ჭირდება კვება, ესე იგი მოგატყუათ. აუცილებლად და განსაკუთრებით ქოთანში მყოფ მცენარეს სჭირდება დამატებითი კვება. გარდა იმისა, რომ მიწა და ჩვენი მიწა მით უმეტეს შეზავებულია 7 სხვადასხვა კომპონენტით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პირობა აქვს მცენარეს შექმნილი იმისთვის, რომ კარგად იგრძნოს თავი, იყვავილოს, მოისხას, ნაყოფი მოქცეთ, კარგად წარმოაჩინოს მთელი თავისი შესაძლებლობები, მაინც მცენარეებს სამი თვის შემდეგ გადარგვიდან სჭირდება მორწვა. ჩვენ საამისოდ ძალიან ვიყენებთ ჭინჭრის ექსტრაქტზე დამზადებულ 17 კომპონენტისგან შედგება სხვათა შორის ორგანულ სასუქს, რომელიც უნივერსალური საშუალებაა იმისთვის, რომ მცენარეს მიაწოდოს მიკრო და მაკრო ელემენტები. სურა, მოდით ავუხსნათ, რატომ არის საჭირო ქოთანში განსაკუთრებით მცენარის გამოყვება ორგანული თუ მინერალური სასუქით. ღია გრუნტისგან განსხვავებით, ქოთანში მცენარე გვინდა არ გვინდა შეწუხებულია და მაინც გარემო ღია გრუნტის გარემო პირობებთან შედარებით, როგორც ჩემმა მასწავლებელმა თქვა, დატყვევებულია. გარდა ამისა, ქოთანში ნიადაგის გარეცხვა უფრო ინტენსიურად მიდის და მასში არსებული ორგანული მინერალური მცენარისთვის საჭირო ნივთიერებები გამოდის გარეთ. ამიტომ ღია გრუნტისგან განსხვავებით, ქოთანში უფრო ხშირად უნდა სასუქის შეტანა, ვიდრე ჩვენს ბოსტანში, ბაღში დარგულ ნებისმიერ სხვა მცენარეს. ჩვენ თუ დაგვეჯერება სეზონზე 4ჯერ მინიმუმ, სულ მცირე 4ჯერ მაინც უნდა შევიტანოთ სასუქი. მე ვიტყოდი ამ სასუქთან დაკავშირებით, რომ ორ კვირაში ერთხელ. ღია გრუნტის ორ კვირაში ერთხელ ალბათ ჯიშს გააჩნია. ჯიშს გააჩნია. ღია გრუნტის შემთხვევაში გაზაფხულზე და შემოდგომას, რა თქმა უნდა, ნიადაგის შემადგენლობას გააჩნია. ქოთნის შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია სამი ძირითადი ელემენტი, ეს არის ნატრიუმი, ფოსფორი და კალიუმი. ნატრიუმი, აზოტი, ფოსფორი და კალიუმი. ეს სამი ძირითადი ელემენტია, რომელიც მცენარეს ასაზრდოებს სხვა ელემენტებთან ერთად. ეს სამი ძირითადი ელემენტია ჩვენს სასუქშიც, რომელსაც ელექსირს ვეძახით და ეს ნამდვილად ელექსირია, წლების განმავლობაში ბევრი ცდის შედეგად მიღებული ელექსირია. დოზებთან დაკავშირებით 10 გრამი 1 ლიტრ წყალში. უკვე ვუთხარით და ამით უნდა კარგად დავასველოთ ქოთანი. ალბათ სურა ამ ზომის ქოთანს 2 ლიტრი. 1 ლიტრიც ეყოფა სურა. 1 ლიტრი ცოტა არ არის. არა მგონია. 10 გრამი რომ ამოიღოთ 1 ლიტრ წყალში გააზავოთ, ცოტა შეანჯღრიოთ, საკმარისი იქნება. საკმარისი იქნება. და თუ გადაწყვიტავთ რომ იგივე სასუქი ფოთლებზე შეასხუროთ, ფოთლების სიპრიალისთვის, ჯანსაღი ფოთლებისთვის, ყვავილების სიდიდისთვის, სურნელებისთვის და საერთოდ მცენარის ჯანმრთელობისთვის, მაშინ ეს პროპორცია უნდა გაანახევროთ. თუ 10 გრამს ვაკეთებთ 1 ლიტრ წყალში, შესასხურებლად 5 გრამი უნდა გამოვიყენოთ 1 ლიტრში ფოთლებზე შესასხურებლად. იმისათვის რომ ფოთლები არ დაიწვას, იმიტომ ვამცირებთ დოზას რომ ფოთლები არ დაიწვას. ფოთლები არ დაიწვას. ფესვი უფრო ამტანია, ძლიერია და ფოთოლი ხშირად ნაზია. ლიმონს არაფერი არ მოუვა ნამდვილად, მაგრამ აი გვიმრის, ხუჭუჭა გვიმრის შემთხვევაში, ტროპიკული მცენარეების შემთხვევაში, ფიკუსების დროს ყველაფერი ფოთოლი არის ძალიან ჭყინტი. აი ახალი ფოთლები განსაკუთრებით და შეიძლება ახალი ფოთლები დაწვას. წყალს უკვე შეფერილობა აქვს, სუნი არა აქვს უსიამოვნო და შეგიძლიათ ოთახის მცენარეებზე ფანჯრის რაფაზეც გამოიყენოთ, უბრალოდ მორწყავთ მცენარეს. დასხმამდე ნიადაგის ზედაპირი ავაფხვიოთ, რომ კარგად ჩავიდეს. სხვა შემთხვევაში ნიადაგი გადკეპნილია და ძნელად ჩავა. აგერ არის პატარა მაგალითი.
ლიმონი, რომელსაც ვრწყავდით ექსტრაქტით, ანუ საკვების საშუალებით და რომელიც არ მორწყულა. შეიძლება ბევრი არაფერი გემოვნური თვისებებით არ გამოვრიცხავ რომ ეს ჯობდეს, მაგრამ სანახავათაც და არც ისე არ მგონია რომ ცუდი იყოს, უკეთესია ბევრად. აი. აგერ ჩანს მშვენივრად. შემდეგი ამბავი რაც არის, ექსტრაქტის გარდა ვიყენებთ ასევე გადამწვარ და გაცრილ ნაკელს. გადამწვარი და გაცრილი ნაკელი ძველი დროიდან, ძველი მეთოდია ნიადაგის განოყიერების და ვფიქრობ ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი, ბევრი არ დამეთანხმება, ბევრი ჩემი კოლეგა არ დამეთანხმება, იმიტომ რომ ნაკელს ხშირად დაავადება და მავნებელი მოყვება, მაგრამ სარეველის თესლი ბევრი. სარეველის ბევრი შრომა, ხო, მე გამარგვლა სჭირდება, მაგრამ ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გადამწვარი და გაცრილი ნაკელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მასაა. მე თუ მკითხავ შეუცვლელი. მე მაგაზრზე ვარ და ვიცავ ამ პოზიციას აგერ ამდენი ხანია უკვე რომ ნაკელს არ ყავს შემცვლელი. რა ამას წინათ ვიღაცამ თქვა რამდენი ტრანსპორტი გამოიგონა ადამიანმა და ფეხით მაინც დადისო. რამდენნაირი სასუქი არ გამოვიგონეთ, ნაკელს მაინც არ ყავს შემცვლელი. ნაკელი მაინც არის ტრადიციული და გამოცდილი საშუალება. ქოთნის განოყიერების დროს გადამწვარი ნაკელით, როცა ვანოყიერებთ, ნიადაგის ზედაპირი აუცილებლად უნდა მოხსნათ, რომ არ მოხდეს გადავსება. რომ არ გადაივსოს. არ გადაივსოს და დასხმული წყალი არ გადმოვიდეს. მიწის ზედაპირი, ქოთანში მიწის ზედაპირი ყოველთვის არის გამოფიტული. იმიტომ რომ ბევრი რწყვისგან არის ჩარეცხილი და აღარ არის სინოყივრე. ამიტომ იმ გამოფიტულ, გამომშრალ მიწას მოაცლით და ნაკელით შეავსებთ. სულ ეს არის. ნახეთ, აგერ სწორად გაკეთებული დრენაჟის შედეგი, წყალი როგორ სწრაფად გამოვიდა. რაც არ უნდა ჭარბი წყალი დავასხათ, სწორად გაკეთებული დრენაჟიდან ძალიან მარტივად გამოდის. კი ბატონო. წინა გადასვემაში გაკეთებული დრენაჟის ამბავი. სურა, სანამ შენ მაგას აკეთებ, ვაჩვენებ მაყურებელს ლავანდის ჩითილს, რომელიც ამ გაზაფხულზე ერთად დავაკალმეთ სხვათა შორის, ბევრჯერ მიჩვენებია ლავანდის დაკალმება. ამ სასუქის წყალობითაა რომ ასეთი მშვენიერი დაფესვიანებული პატარა ბუჩქებია უკვე. და ამის ნახვა ჩვენთან ადვილად შეიძლება სავსეა ეხლა სამხურები. ჩითილების შემთხვევაში ძალიან კარგია მისი გამოყენება და უბნებელი. რადგანაც აი როგორი მშვენიერი მოსავალი გვაქვს ლავანდისაც ამ ორგანული სასუქის წყალობით. არა მხოლოდ ორგანული, ნაზავი, ნიადაგის ნაზავი მნიშვნელოვანია. აგერ ჩუმად გვაქვს მოტანილი და ცოტა ფრთხილად გვინდა ესეც გაჩვენოთ. ეს არის ჩვეულებრივი გვარჯილა, რასაც ვეძახით აზოტი. დიდი სიფრთხილეა საჭირო მისი გამოყენებისას განსაკუთრებით საკვებ პროდუქტებში. და როგორც წესი, რაც იჭმება და რაც ადამიანის საკვებად გამოდგება, იქ აზოტს არ ვიყენებთ, მაგრამ არის რიგი შემთხვევები, ვერ მოვიტყუებ და რატომ უნდა მოვიტყუო? იცით რა ვთქვათ, რისთვის ვიყენებთ აზოტს? აზოტი არის ის საშუალება, რომელიც მცენარის სწრაფად ზრდის, გაცილებით სწრაფად მოკლე დროში, ვიდრე სხვა ორგანული სასუქი. ამიტომ თუ გვინდა მცენარის მწვანე მასის სწრაფად ზრდა, სწრაფად დაბუჩქვა, აზოტი ამ შემთხვევაში შეუცვლელი საშუალებაა. დიდი ხანია რაც აზოტოვანი სასუქი არსებობს და ვფიქრობ, რომ კიდე დიდი ხანი იქნება, იმიტომ რომ მცენარისთვის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი შეუცვლელი მინერალური სასუქია. ბევრი არ უნდა მოეყაროს, გარდა იმისა, რომ საკვებში გადადის ეს და ნაყოფში გადადის ზოგადად აზოტი, ბევრი არ უნდა მოეყაროს, სხვა შემთხვევაში მცენარი აუცილებლად დაიწვება. მცენარის დამწვრობა გამოიხატება როგორც ფოთლის ფერის ცვლილებაში, ისე ნაყოფის სიმცირეში, დამახინჯებაში, ყვავილის ნაკლოვანებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბევრ სხვა კიდევ ერთი ნიუანსი აზოტთან დაკავშირებით არის ის, რომ მხოლოდ 40 დღე მოქმედებს. 40 დღე. ამიტომ თუ მაინც და გარისკავთ და მოინდომებთ და რა ვიცი ჩვენ არ ვაკეთებთ, მაგრამ არც გირჩევთ საკვები ბოსტნეულის შემთხვევაში, ისე უნდა გააკეთოთ, რომ ნაყოფის მოწვევამდე 40 დღე მაინც გავიდეს, რომ ნაყოფში პირდაპირ არ გადავიდეს. არ არის კარგი და სასურველი ასე ხელს რომ ვურევ, მაგრამ ეხლა უცებ განახებთ
დაახლოებით ამ ზომის ქოთანს და ამ ზომის მცენარეს რა რაოდენობა უნდა დაეყაროს, აი ხელის გულზე რაც დამეტევა, სრულიად საკმარისია და არავითარ შემთხვევაში არ დავყაროთ მცენარის ძირში. შევეცადოთ, რომ გარშემო პერიმეტრებზე დავაყაროთ. აი ესე მარილივით უნდა შემოვაყაროთ და საკმარისია ეს მცენარისთვის. და სასურველი ეს მოხდეს წვიმიან დღეს, რომ ადვილად გაიხსნას ეზოს მცენარეების შემთხვევაში. თუ წვიმიან დღეს არ მოხდება, მაშინვე უნდა მოურწყათ. მოურწყავი თუ დავტოვეთ, აზოტი აორთქლდება და მცენარის ქვედა ფოთლები მთლიანად დაიწვება. თუმცა, აი ამ კონკრეტული ერთი ლიმონის შემთხვევაში, რომელიც ახლა თქვენთვის მაქვს მომზადებული, როგორ ასხია, როგორი ჯანმრთელი ფოთოლი აქვს, თიხის ქოთანშია, არაფერი არ გამომიყენებია ჭინჭრის ექსტრაქტის გარდა. და შვენივრად აი ამ პატარა ქოთანში 10 ნაყოფი აქვს, აი რამ სისხლო ნაყოფი აქვს ნახეთ ერთი. აი ადვილი შესამჩნევია, ხელის გულზე არ ეტევა იმ სისხლოა. ეხლა ჭდილში მქონდა შედგმული და ახლა უკვე რადგან ამინდი აგრილდა და შემოდგა უკვე გამოვწევ ეხლა და მზეზე გამოვიტან და მე ზამთარში სახლში შევიტან. ქართული ლიმონის შემთხვევაში, მეიერის ლიმონის შემთხვევაში, კუმკვატების შემთხვევაში, ჯუჯა ბროწეულებთან, ოთახის ყველა მცენარის გადარგვის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ თხევადი სასუქები, უფრო უსაფრთხო და უფრო მავნებელი არ არის. კიდევ ერთი რამ რაც შეიძლება ითქვას, აზოტით გამოკვებილი მცენარის ყლორტები, მუხლშორისები უფრო შორშორია. უფრო მყიფია მცენარე, უფრო რბილია, არ არის მოკლედ მთლად ისეთი ჯანმრთელი. თუ კი ბუნებრივი სასუქებით გააკეთებთ, ბევრად უკეთესია. და მე მაინც გირჩევთ, რომ არ გამოიყენოთ ქიმიური საშუალებები. ეხლა 1000 ნაირი საშუალება. ყოველ ჯერზე როცა ჩავდივართ აგრო მაღაზიებში და გვიწევს, რა თქმა უნდა, რაღაცეების რჩევის კითხვა, იმიტომ რომ ჩვენ ამის სპეციალისტები არა ვართ, ყოველ ჯერზე გვხდება ახალ-ახალი პრეპარატები. რას საკვირველია უნდა ვეცადოთ, რომ ამას ძალიან ავარიდოთ თავი და დავრჩეთ ბუნებრივ შესასხურებელ თუ საკვებ საშუალებებს. განსაკუთრებით საკვებ პროდუქტებთან, საკვებ მცენარეებთან, დეკორატიული მცენარეების შემთხვევაში მეტად თამამად შეგვიძლია ვიყოთ. აზოტი, რომელიც დავაყარეთ, ერთი მორწყვით უკვე დადნა. პირველი ჩადნობის და წყლის დაწვრეტის შემდგომ კარგია რომ მეორედაც მოურწყათ რომ ეს აზოტი დაბლა და ბოლომდე ფესვებამდე ჩავიდეს. სასუქი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და კვება მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც ჯობია რომ მცენარეებს მოვუაროთ ფიზიკურად, მექანიკურად. ყვითელი ფოთლის გამოცლა, მიწის აფხვიერება, სარეცხი, აკაფებული სარეცხი 72%-იანი საპნით შესხურება, თამბაქოს ნაყენის გამოყენება მავნებელ დაავადებების წინააღმდეგ, უფილტრო სიგარეტი რომ არის ასტრა, ის შეგიძლიათ დაალბოთ წყალში, ერთი ღამე გააჩეროთ და მეორე დღეს იმ მჟავე წვენით შეასხუროთ ფოთლებზე. ეს დამატებითი კვებაც იქნება და მავნებელ დაავადებების წინააღმდეგ. აუცილებლად ჩვენ გავაკეთებთ ერთ გადაცემას შესხურებაზე და მავნებელ დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ბიოლოგიურ და გლეხურ მეთოდებზე. არაჩვეულებრივი არ ვილაპარაკოთ კვებაზე და არ ვახსენოთ ჟიჟა, წუნწუხი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ჩვენ ამას ძალიან მივდევთ ამ მეთოდს და სულ გვაქვს, მარაგი ახალი ნაკელის ჟიჟის, რომელიც ბუნებრივად დუღდება, არაფერი არ ჭირდება ბაქტერიოლოგიური დუღილი მიდის იქა, მერე ვაზავებთ თხლად წყალში და ბოსტნეულს, პამიდორს, კიტრს, რა ქვია მაგას, ბადრიჯანს, მწვანილს, ყველაფერს მაგის. ყველაზე მეტად ორგანულია, ყველაზე მეტად სანდო, გამოცდილი, უვნებელი საშუალება, რომელიც თითქმის ყველა სოფელში იციან, ხელმისაწვდომი, იაფი და შეუცვლელი. და თუ წუნწუხის ქვაფში, წუნწუხის კასრში ჭინჭარსაც ჩაამატებთ, განსაკუთრებით აყვავებული რომ აი მდგომარეობაში გაუხეშებული ჭინჭარი ძალიან დიდ კალიუმის შემცველობას მიამატებს იმ თქვენს წუნწუხს და მთლად გადარევს თქვენს მცენარეებს. მე მგონი რომ საჭირო ინფორმაცია შეგვიგროვდა დღეს. ზურა, ძალიან დიდი მადლობა შენი ასეთი მხარდაჭერისთვის. ჩვენს მაყურებლებს მოვეფეროთ, მოვესიყვარულოთ, ბარაქიანი, დოვლათიანი შემოდგომა ვუსურვოთ და უსასუქო ბოსტნეული და მწვანილი და მოსავალი. ბედნიერად ნახვამდის. ბედნიერად ზანდებოდეთ. მადლობთ რომ ჩვენთან იყავით. მე ახლა ქვეყნის საქმე მაქვს გარეთ და მირჩევნია იქაც შეგახედოთ რა ხდება გარეთ.